მოგესალმებით მეგობრებო ყველას, გეგა გეიმერ GTM-ი ჩემი პირველი ვიდეოთი და ვიდეოში ვითამაშებთ Wall Kickers. Wall Kickers-ი არის საკმაოდ სახალისო თამაში, სადაც შეგიძლია რომ აიღოს სხვადასხვა რუკები, სხვადასხვა კაცები, არის საკმაოდ ძნელი, მაგრამ სახალისო. შეგიძლიათ რომ აიღოთ თქვენი კაცუნები, როგორც ვთქვით, და მე მგონი მარტო ერთი, მე ყველა არ მყავს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი. აქვს სხვა ლაირი ხტომის ანიმაცია და ეს არის ვამპირი, რომელიც არის ასევე სხვათა შორის ჩემი საყვარელი. და ეხლა გაჩვენებთ როგორია. ხტომა აქვს ესეთი ჩვეულებრივი ხელებს შლის და პირს აღებს და როდესაც ორჯერ აწვევი, ესე იგი უკან ბრუნდები ხტომით, ბაქფლიპს რომ ეძახით, მაშინ ხდება ღამურა, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან კარგი. შემდეგ აგიხსნით ყველაფერს. აქ შეიძლება რომ აიღოთ რანკები, როგორც ვთქვათ, რამდენზე ახვალთ, რამდენზე წააგებთ. ჩემ ყველაზე ბევრი არის 171. მაღლა ჩანს რამდენზე ხართ ყოველ 10 რანკზე აჩვენებს. ასევე ამ თამაში სრიალებს შეგიძლია რომ დაბლა ჩამოსრიალდე და გადავარდე. ეს ტრიალებენ არის დენის დამტყმელი დასადგომები, არის ჩვეულებრივი დასადგომები და არის ესენი, რომელზეც არ სრიალებ. აი ეს იმისთვის არის, რომ გული გაგიხეთქოს. მოკლედ, თუ არ გაინძრევი, არაფერი არ მოხდება, და გადახვალ თუ არა, ეგრევე იშლება. ეს ბევრმა არ იცის, ამიტომ ეშვილიათ ხოლმე ამაზე დიდ ხალხს გაჩერები. აი დენის დასარტყამი. არის ზედ დრო მოცემული. კიდე არის ისეთები, რომლებიც დადიან რომ მოგიყვანონ. აი ესენი. შემდეგ გაჩვენებთ ყველას, რომელიც მე მაქვს კაცები და მაპები. მაპები საკმაოდ ცოტა მაქვს, იმიტომ რომ ერთადერთი გზა არის 100 coins თუ აგროვებ. ყოველ 5 საათში coinების საჩუქარია და ყოველ 100 coins-ზე შეგიძლია რომ აიღო ისეთი ყუთისავით, რომელიც მოგცემს ან კაცუნებს, ან რუკებს. ეხლა ავედით ჩვენ 100-ზე ისე რომ ვერც გავიგე. თუ გინდათ რომ Wall Kickers-ის მეორე თავი, თუ გინდათ რომ Wall Kickers-ის მეორე თავი გადავიღო, მაშინ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩემი შემდეგი Wall Kickers-ი იქნება 3 გამომწერზე და 5 ლაიქზე. რა თქმა უნდა, ეხლა თითქმის არავინ არ მიცნობს და თუ პირველი ვიდეოა, ამიტომ ჩემთვის ეს საკმაოდ ბევრია სამწუხაროდ. მაგრამ მე ამ პროფესიას თავს არ დავანებებ და ნელ-ნელა მაინც გავიზრდები. როგორც content creator-ი. ვამპირი უკვე გაჩვენეთ. მოდი ახლა დავიწყოთ იმით, ვითიც იწყებ. Jumping Monkey. აქვს ესეთი ხმა. მოგასმენინებ და ცოტა ხნით გავჩუმდები. დიახ, ამით იწყებთ და სხვათა შორის ცუდი არ არის. ესეც საკმაოდ კარგი არის, რადგან კუდი უმოძრავებს თუ კარგად დააკვირდებით. სად გადავრჩით? ეხლაც. ესეთი არის ხმა, ესეთი არის ანიმაციები. მოკლედ Jumping Monkey არის საკმაოდ კარგი.
პატარა კაცი, კიდე არის ესეთები, სადაც უნდა იარო და უნდა იხტუნო. სადამ გავიგე, 60-მდე წავედით. არის ესეთი რაბორები, რომლითაც დახტიხარ. უკაცრავად მეგობრებო. არის დაბლა და მაღლა ჩასასვლელები, არ მახსოვს თქვი თუ არა, ამიტომ თუ მეორად ვიძახი ბოდიშით. აი მაგალითად აქ არის ასასვლელი. ასამდე წავედით. აქ ეხლა წავაგეთ. კარგი, შემდეგ კაცზე გადავედით. იყოს საიბორკინგი. ასეთი არის ხმა. მეგობრებო, ეს არის ისეთი, რომელიც სიტყვებს იძახის. ხანდახან არეულად, მაგრამ იძახის I am a robot. თუ სწორად დაალაგდება. აი, ეხლა წეგა თქვა I am და დიდი ალბათობით a robot უნდა ეთქვათ. ეთქვა. ხმა მოგასმენდით, ანიმაციები გაჩვენეთ, ეხლა იყოს ბრიკა-ბრაკ. ჩემი პირველი, რომელიც ავიღე და ამიტომ ძალიან კარგი არის ეს ჩემთვის. ყველაზე ბევრი ამაზე ვიწვალე, იმიტომ რომ იქამდე ავიღე, სანამ თამაში ნორმალურად ვისწავლიდი. ასეთი არის ხვა, ასეთი არის ანიმაციები. ესე იგი, ისეთი მარტო ესე იგი, ვამპირი მარტო ისეთი არ არის, რომელსაც აქვს custom animation-ი. ეხლა წავაგე საკმაოდ ადრე, ამიტომ გადავედით სხვაზე. The Lesser Spider, ნახავთ. The Lesser Spider. სხვადასხვა ამასაც აქვს custom animation-ი, რომელიც ძალიან კარგია. ეს არის უფრო გვიან, რომელიც ავიღე. ყველაზე ახალი აღებული არის ასტრონავტი, რომელსაც შემდეგზე გაჩვენებთ. რამდენიმე წუთის წინ ავიღე, სანამ ამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი. საკმაოდ ბევრი მაქვს, ამიტომ თრიალად ამ ვიდეოში ვერ მოვასწრებ ყველას ნახვას, ამიტომ როგორც თქვი, 3 ლაიქს და 5 გამომწერზე მეორე თავს გადავიღებ Wallkicker-ის და გაჩვენებთ ყველას. შეიძლება 3 თავიც დასჭირდეს. შემდეგ ეხლა გაჩვენებთ ასტრონავტს და უნდა დაგემშვიდობოთ და შემდეგი ნაწილისთვის გადავიღებ. ხო, გაჩვენებთ დანარჩენებს. ოდიშით მეგობრებო. აქ წავაგე. შემდეგ გაჩვენებთ ავსტრონავტს, რომელიც სულ რამდენიმე წუთი წინ წავიღე და ამ ვიდეოს ასე დავასრულებ. მყავს ამას ვეკითხულობ საერთოდ. ენიბორი რობოტი, რომელიც საკმაოდ ადვილია, Ice King-ი. They say he came back from the dead. ყველას აქვს description-ი. აი, ავსტრონავტი. ეხლა მოვსმინეთ ხმებს. არის საკმაოდ საინტერესო. თითქოს იცის. ანიმაციები custom-ი საერთოდ არ აქვს აწუხაროთ. ამასაც გაჩვენებთ.
სად გადავრჩით? მოგებებო დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყეთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ თუ მოგეწონათ. და რა თქმა უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ თუ მოგეწონათ და ნახვამდის.